სახელმწიფოს უკომპრომისო ბრძოლა კორუფციულ დანაშაულებებთან გრძელდება. სუსის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საქართველოს მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიებები ჩაატარა. 4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია 4 პირი, ხოლო ჯამში პასუხისგებაში 11 ადამიანი მიეცა. პირველი საქმე ეხება დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების, ასევე დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების ფაქტს. საქმეზე პასუხისგებაში მიეცა შპს ქროსპოინტის სახელით სამუშაოების ფაქტობრივი შემსრულებელი 2 პირი, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი, ასევე ხელშეკრულების პირობების შესრულების, კონტროლსა და ინსპექციებზე პასუხისმგებელი 2 ადამიანი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარნეული ლომთაგორა ალგეთის 15.26 მიასედი კილომეტრის სიგრძის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოს შესრულების პროცესში ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა გამოყენების გზით მოტყუებით დაეუფლნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 2.099.154 ლარს, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს ქროსპოინტის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მიღებული საავტომობილო გზა ექსპლუატაციისთვის უვარგისია. შესაბამისად, დამკვეთი იძულებული იყო გამოეცხადებინა ახალი ტენდერი და სხვა სუბიექტთან გაეფორმებინა ხელშეკრულება გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. კასპის მუნიციპალიტეტში ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე დაკავებულები არიან სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი და 1 მოქალაქე, რომლის დახმარებითაც სააგენტოს თანამშრომელმა 560 ლარის სანაცვლოდ დაამზადა საქონლის ხორცის რეალიზაციისთვის საჭირო ყალბი მოწმობები ისე, რომ არც ხორცის ვარგისიანობა და არც მომხმარებლისთვის მიწოდებული პროდუქცია არ შეუმოწმებია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328 მუხლის პირველი ნაწილით და 25-328 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სუსში ჩატარებულ ბრიფინგზე გაჟღერებული კიდევ ერთი საქმე ეხება თბილისში ყალბი ვალუტის დამზადების, შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტს. დაკავებულია 1 ადამიანი. მან ჯამში 7,000 ყალბი ამერიკული დოლარი გაასაღა, სანაცვლოდ კი მოქალაქისგან მოითხოვა და გამოართვა 2,450 ამერიკული დოლარი. ეხლა რა მაინტერესებს? 400,000 მაშინ რომ მითხარი არის ისე და როგორი რას გაკეთებს? 70,000. როგორი ისა ხო პროცენტი იგითხეს კიდე აი ვარ დავწევდით რა საბოლოო პროცენტი რო იგითხა. დაშვება მე მზათავარ. მეთანე კარი 5. 5? ო, 500 კი. როგორი აპარატი არღებულოს და დაჟებულება 5,000 მაინც 50 წელი ესე დატოვა სანდე ესეც 5,000 დიამ ხერამდე ნუტოსო 1000 გაზოს გადათვალე ეს 20 ხოცენი ხო ესეც 5 ის 1500 ხა დარეკილია გზაშია მოდის ეხლა რაც მოუნებიან ეს ხო ეხლა 28 კილომეტრი რაღაცას იქნებაო 100 რა მაგრამ როგორი უნდაო თუ უნდა ახალს მოვიტანოთ გადვალე 525 დავშავდით იმ ბებია.
საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხსენებული 7,000 აშშ დოლარი არ შეესაბამება ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ნომინალური ღირებულების მქონე კუპიურებს და შესაბამისად არის ყალბი. მეოთხე სისხლის სამართლის საქმე კი სამეგრელოში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტს ეხება. დაკავებულია შპს ნიუ პასაჟის დირექტორი, ასევე დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებული სახით პასუხისგებაში მიეცა საზედამხედველო კომპანია შპს TIGA აუდიეტეს კორტის 2 თანამშრომელი. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში გზის ბეტონის საფარის დაგების სამუშაოების განხორციელებისას შპს ნიუ პასაჟის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი საზედამხედველო კომპანიის თანამშრომლების დახმარებით მოტყუებით დაეუფლა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 254,990 ლარს, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა, ხოლო საავტომობილო გზა ექსპლუატაციისთვის უვარგისია. სახელმწიფო მიდგომა კორუფციულ დანაშაულებებთან მკაცრი და მკაფიოა. სუსში ხაზგასმით აცხადებენ, რომ ყველა კორუფციული შემთხვევა მაქსიმალურად იქნება გამოძიებული მსგავსი ფაქტების სამომავლო პრევენციისთვის.